ჩვენი ნახვა არ უნდა, ჩვენი თავი ბოდიში და ფეხებზე კიდია, მათ გასიებული ჯიბები, გასწევდნენ ღმერთმა, ცეცხლმა დაუწვეს მაგის მათი სახლი, კარი და მათი ჯიბები, მათი ოჯახი. ქალბატონო, ვეცადოთ პირდაპირ ეთერია, რომ იყოს თუ გინდა იგი იყოს საზღვარგარეთამდე ჩემდეს, რატო? მიმარებია რომ გაეშინა ჩვენ კუთვნას რატომ საშუალებას არ გაძლევთ? რატომ იმალებიან თქვენი? მოვიდეთ შიგნით. რომ მოვიდეთ ჩემთან დედალები და ნაჯახი და დავჩეხო. სიგით მოვის იმერია, თავის იმერი რა გვითხრან რომ გამოვიგდნენ, რაი? წადით სახშია ეს უნდა გვითხრან? ქუჩაში მძინავს ამის დედავატირე, ქუჩაში. ქმარიმი არ ამყავს. შვილი აღარ მყავს, ატკება გეარაწები და შობლებიც არ მყავს. მათაც მე ვარ დარჩენილი. გამოდი! სამუშაო პერიოდში რატომაა დაკეტილი მერია? ხალხის არჩეულები ხარ. რატო კეთებ სამუშაო დროს? რომელ კანონს ექვემდებარება ეს? გამოდით გარეთ, გაგვიგონე. არჩევნების დროს რო გახსოვარ, არჩევნების დროს რო მოდიხარ სახლებში, ეხლა გამოდით. რატო არ გამოდიხართ ეხლა? რატო არ გაინტერესებუართ ეხლა? გამოდით გარეთ. ვიცი რომ ხედავ და გესმი. ბათუმის მერმა ესწავლა საკუთარ მოსახლეობას და ჩაუკეტა კარები. ამიტომ ასე ესენი რომ მოვლენ არჩევნებზე გამოეკიდეთ პოლის ჯოხით, რაც მოყვებათ ხელში. გამოეკიდეთ და დააბალულეთ. ჩვენი მერიის და ხელისუფლების ვალდებულება რა არის? რომ ემსახუროს ხალხს, იმიტომ ყებულობს ხელფას ჩვენი ჯიბიდან, რომ ის არის დაქირავებული ჩვენს მიერ. როგორც ჩვენ ქირავთ სახლში ხელოსას, ისეთივე დაქირავებულია ის ჩვენი. კი არ უნდა დაგვემალოს, გამოვიდეს, მოვიდეს და შეგვეკითხოს, ხალხო, რა გიჭირთ?